შუღლის გაღვივების მიზნით ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება შესაძლოა 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. აღნიშნულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის. უწყების საკანონმდებლო ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და მედიის კონტროლის მცდელობად უკვე შეაფასეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით შესაძლოა 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექს 239 პრიმა მუხლი დაემატება. საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანასწორობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე აუცილებელი ასეთი სისხლის სამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა, როდესაც ვიღაცას გაუჩნდება რელიგიურ ნიადაგზე, მათ შორის შუღლის გაღვივება საზოგადოებაში. კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია არასამთავრობო სექტორში. იურისტი თამთა მიქელაძე წლებია რელიგიურ თემატიკაზე მუშაობს. ის ამ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებებს იხსენებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები რელიგიური შუღლის გაღვივების პრევენცია ვერ იქნება. სახელმწიფო სურდა სიძულვის ენა დაერეგულირებინა და მარგინალური დისკრიმინირებული ჯგუფები დაეცვა სიძულვისგან და აგრესიული გამოხატვისგან, ძალადობრივი გამოხატვისგან, მაშინ მას სხვანაირი ტექსტი უნდა შეემუშავებინა. კანონპროექტის შინაარსი ბუნდოვანი და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ არის მიმართული, ასეთი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიცია. ამ სახით ამ პროექტის მიღება არის საფრთხის შემცველი გამოხატვის თავისუფლებისთვის, რამე თუ ეს შეზღუდვები, რომელიც კანონპროექტით შემოდის და რომელიც არის სისხლის სამართლებრივი ხასიათის, არის ზედმეტად შემზღუდველი გამოხატვის თავისუფლებისთვის. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში მედიის წარმომადგენლებიც. ვიღაცებს აქვს სურვილი მედიის შეზღუდვის და ისეთი სახის ზოგადი ჩანაწერი, როგორც ჩანაწერიც ჩვენ ახლა ვკითხულობთ ამ კანონპროექტს, ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას. შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს ამის თეორიული შანსიც კი არ შეიძლება რომ არსებობდეს და ეს მუხლი ამის თეორიულ შესაძლებლობას იძლევა. ფიქრობ რომ ეს არის სირცხვილი. შუღლის გაღვივების მოწოდების გარდა კანონპროექტი ისეთ პუნქტებსაც ითვალისწინებს, როგორებიცაა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებაში საქართველოს მოქალაქეების გაწევრიანება და მონაწილეობა, ასევე უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მომზადების და სხვა მიზნით.